გადაწყვეტილია საბოლოოდ რომ თქვენ შეიძლება იყოს მერობის კანდიდატი. არა მარტო იმიტომ ეს იქნება საერთო ოპოზიციური ერთიანობის შედეგი და პრეცედენტი, არამედ იმის გამოც რომ ხელისუფლების ცვლილება თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში არ მოხდება, ხო? ადგილობრივ თვითმმართველობის დონეზე მოხდება, მაგრამ ჩვენ 22 წლის რიგარეში არჩევნებს ანუ ყველა ელის იმ პერსპექტივით რომ ქვეყანაში ხელისუფლება ცენტრალურ დონეზე შეიცვალოს, ხო? ამ შემთხვევაში უფრო მართებული ასეთი მოსაზრებაც მომისმენია მე რომ აი მელიამ როგორც ერთიანი ოპოზიციის გამოკვეთილმა ლიდერმა პრემიერობის კანდიდატად პოზიციონირება უფრო უნდა დაიწყოს ვიდრე თბილისის მერად და ეს ხომ არ არის თუნდაც ტაქტიკური შეცდომა ამ მომენტისათვის. თუ მიგაჩნია, იმიტომ რომ თქვენ თუ თბილისის მერი გახდით, ეხა ერთ წელიწადში გადავდექი და ახლა პრემიერობაზე ვიყრიკენ, შეიძლება ცოტა გაუგებარი იყოს. აი ეს დეტალები თუ გაქვთ გათვლილი და გაანალიზებული. პირველ რიგში მინდა ჩემი წარმოდგენა გითხრათ, როგორ ხედავ მე ძალთა გაერთიანებას, ხო? ეს უნდა იყოს კოალიციური, ანუ ნაკრები და გაერთიანება არა ძირითადად მხოლოდ მერობის საერთო კანდიდატის გარშემო, არამედ საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატი, რომელიც განსხვავებული პარტიიდან უნდა იყოს წარმოდგენილი, ასე შეიძლება პარტიულიც არ იყოს, ხო? ვიცე-მერი დასახელებული, ყველა მერის მოადგილე ყველა მსხვილი რაიონის კი არა, ყველა 10 რაიონის გამგებელი წამყვანი სამსახურის უბრალოდ საზოგადოება დაინახოს დგას 25 ადამიანი, რომელიც არის განსხვავებული სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები არიან და აი ეს არის კოალიცია და ქვეყნის დედაქალაქის ფარგლებში იწყებს ბრძოლას რეჟიმის დასამარცხებლად დედაქალაქში, სადაც მოსახლეობის 1/13 ცხოვრობს. ასე ვხედავ და თუმცა საერთო ხედვით ალბათ, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ მათ ძალიან კონკრეტული პრობლემები აინტერესებს თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის დონეზე. ეს არის პრობლემა, გიორგი, რაც გაუგებარია ჩემთვის, იმიტომ რომ ბერ ამორჩევას გულახდილად დაინტერესებს კამპანიაში, რომ ვესაუბროთ მაგალითად რაზე, არ ვიცი რომ ხა პარაპეტი ცვივა მაგალითად ძველ თბილისში ბევრ სახლს, ხო? ამაზე, როდესაც მიხვალ შენ იქ უბანში შეხვედრა ჩაატარებ, ამაზე უნდა ესაუბროთ. ანუ როგორ ხედავ ავარიული სახლების გამაგრებას პირობითად ან წყალგაყვანილობის საკითხზე ესაუბრო და ვიღაცას მართ არც დაინტერესებს საუბარი იმაზე, ბევრისგან მომისმენი და მოვისმენ აუცილებლად. რატომ ელაპარაკებ? ვადამდელაჭა მე არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს ამ პრობლემას როგორ გადამიწყვეტ. და ჩვენ იძულებული მე მგონია ამ შემთხვევაში რა ის უკიდურესობებიც არასწორია შეფასებების დროს, იმიტომ რომ ამ ადამიანებს თბილისელს, ქუთაისელს, ზუგდიდელს აინტერესებს თავისი ადგილობრივი ინფრასტრუქტურაც და აინტერესებს საერთო ეროვნული პოლიტიკაც. ანუ ერთმანეთს წინააღმდეგობაში პრინციპში არც მოდის. რა ჰანდიკაპი აქვს ქართულ ოცნებას? ოპოზიცია ოდესაც შეხვედრაზე გამოცხადდება და ნუ ამ ორივე საკითხს მოკლედ შეეხება, გეთანხმებით, ეს შესაძლებელია. მეორე დღეს ქართული ოცნების წარმომადგენლები მიდიან და რას ეუბნებიან სოფლად განსაკუთრებით რაიონებში, რომ იცით რა ეხა ნუ დაუდგებით რა გვერდში ქართულ ოპოზიციას ვინაიდან რომც ვერ ავიღოთ ჩვენ 53%, არჩევნები ხო ერთ წელიწადში ჩატარდება. მე კვლავ პოლიციის უფროსი ვიქნები, კვლავ პროკურორი ვიქნები და მინდა არ მინდა იძულებული ვიქნები პრობლემები შეგიქმნათ. მოქმედებს ეს მუშაობს სამწუხაროდ მათ სასარგებლოდ ეს ყველაფერი. მithumetes ესეთ გაღარიბებულ ქვეყანაში. ეს საკვალიფიკაციო ეტაპია ეს ხო არჩევნები არა სადაც ხალხი გადარჩენის შედეგი დაფიქსირდება და ხვალყისიად ამორჩეველი იხილავს ახალ ხელისუფლებას. ეს არის ცხადი. ეს რო ესე არ მოხდეს რა უნდა ეს არის რომ არ მოხდეს ერთადერთი უებარი გამოსავალია ჩემთვის მე ალტერნატივა ამას არ აქვს. უნდა ირწმუნოს საზოგადოებამ და კამპანიაში ეს ყველაფერი რა თქმა უნდა სულ უფრო და უფრო მზარდად უნდა დავიტანოთ ყველა სოფლამდე, ყველა რაიონამდე, ყველა რეგიონამდე, რომ ოპოზიცია რეალურად იბრძვის გამარჯვებისთვის და ამიტომაც ისინი კოორდინირებენ. აი კოორდინირების ხარისხი. გამარჯვების კამპანია თუ არ გაჩაღდა კამპანიისთვის იქნება რაშიც მე პირადად მონაწილეობის მიღება როგორც კანდიდატს არ მსურს, იმიტომ რომ მოვატყუო. ნიკა, თქვენ მხარს უჭერთ იმას, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა აწარმოონ დამოუკიდებელი პოლიტიკური კამპანიაც, მაგრამ ამავე დროს საერთო განაცხადი გააკეთონ, როგორ დაკომპლექტდება ადგილობრივი თვითმმართველობის მმართველობითი ორგანოები. ზოგი ნაცმოძრაობის წარმომადგენელი, ლელოს წარმომადგენელი, ვაშაძის სტრატეგია აღმაშენებლის და ასე შემდეგ. აბსოლუტურად. სხვა გამოსავალი არ არის, იმიტომ რომ ჩვენ პარალელურად ორ ამოცანას უნდა ვუპასუხოთ. შესაბამისად მაჟორიტარებით შეთანხმდეს და სადაც შესაძლებელია მერების. 5 ძლიერი ოპოზიციური კანდიდატი მერობის.
კამპანიაში რა ხდება 3 თვის განმავლობაში, 4 თვის განმავლობაში, გვინდა არ გვინდა არავინ არ თქვას, ესენი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. და ამავე გაილაღებს ამ დროს ქართული ოცნების კანდიდატი და ეს არ აისახება იმ პროპორციულ შედეგზე, რა თქმა უნდა, აისახება, აუცილებლად აისახება. ამიტომ უნდა იხილოს საზოგადოებამ რა რომ ოპოზიციას აქვს უნარი კოალიციურად საქმიანობისა. იმიტომ რომ გვინდა არ გვინდა ესო გარდაუვალი გახდება როცა პროპორციული არჩევნები ძალაში შევა და გვაქვს ხა ჩვენ შესაძლებლობა. თქვენი ძახით რომ მოდით ალტერნატივა ვაჩვენოთ ახლა თვითმმართველობის არჩევნებში რომ გაუჩინოთ იმედი და კონკრეტული ხედვა ამავე მოსახლეობას რატო უნდა დაუჭიროს ამავე ოპოზიციას მხარი ოცნების კოალიციური სუბიექტების წინააღმდეგ მომავალი არჩევნებისთვის. ოღონდ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაზეც მე დარწმუნებული ვარ, ნიკა, რომ ფიქრობთ, შეიძლება ღიად ჯერ ვერ ილაპარაკოთ, იმიტომ რომ მე მიჭირს აი ამ ფორმულაზე დეტალურად რაღაც წარმოდგენის შექმნა. ეს პოლიტიკური პარტიები სიტყვაზე არც სტრატეგია აღმაშენებელი გაჩენილა ნაციონალური მოძრაობის ბედნიერებისთვის, ისევე როგორც არც ნაცმოძრაობა ლელოს ბედნიერებისთვის, ხო? თქვენ იდეოლოგიურადაც განსხვავებული პარტიები ხართ, წარსულითაც, მომავალთან დაკავშირებით მეტნაკლები სიახლოვე გააქვთ. მაგრამ მოახერხეთ აქამდე თანამშრომლობა. მაგრამ ამ პარტიებს თავისი ამოცანები აქვს, თავისი ინფრასტრუქტურა აქვს, ადგილებზე ადამიანები ყავთ, მათ თავიანთი ამბიციები აქვთ, პოზიტიური ასე ვთქვათ. დგება საკითხი ამ პარტიების მიერ საკუთარი იდენტობის შენარჩუნების ნაცმოძრაობას ეს პრობლემა არ აქვს, იმდენად მსხვილი, დიდი და ძლიერია. აი ამ პარტიების მდგომარეობაში რო ჩაიყენოთ თავი ამ შემთხვევაში, აი რატო იცით რომ დღეს სალომე უგულავასთან კომენტარში ფორმულაზე უსმენდი ბატონ გიორგი ბარამიძეს და მან აი ესეთ ფრაზა თქვა ციტრებას მოვახდენ რომ რამე არასწორი არ გამომივიდეს რომ მიშა მთავარი ლიდერია, ну იგულისხმება მიხეილ სააკაშვილი თავისთავად ცხადია ნაცმოძრაობის მთავარი ლიდერია, ხო? კი არ გამკვირვებია გიორგისგან ეს ნათქვამი ბარამიძისგან, მაგრამ ეს აღქმა არსებობს, ხო? და ბუნებრივია ეს ოპოზიციურ პარტიებში მით უმეტეს იქნება ეს აღქმა და მოლოდინი პროპაგანდის საწინააღმდეგო, რომ ნაცმოძრაობაა ყველა, ეს პარტიები პატარები მთლიანად შეეზილონ ნაცმოძრაობას და მათ აქვთ ამ საფრთხის განცდა. აი როგორ უნდა მოხდეს მათი იდენტობის შენარჩუნება სამარჩევნებში ამ ფორმულის გათვალისწინებით. ძალიან მნიშვნელოვანია ავითვალისწინოთ რომ დღეს ჩვენ ხო უკვე პროპორციული არჩევნები არ გვაქვს და აქ ხარ ვაპირებთ ასპარეზობას ეს რომ გქონდეს უკვე ხა ოქტომბერში ჩატარდებოდეს მხოლოდ პროპორციული არჩევნები და არ იყოს ასარჩევი თბილისის მერი და მაჟორიტარები ეს არის ბედნიერება, როდესაც მართა პარტია თავისუფლად შედის კონკურენციაში სხვა პარტიასთან და თითოეული სხვას აქვს მნიშვნელობა. და ეს საკვალიფიკაციო ეტაპი არის და მე ამ ჩვენზე ჯერჯერობით მომცრო პარტიებს ხარდაჭერას გულისხმობ ინტერესებიდანაც გამოვდივა ნამდვილად და მე ვცდილობ და მინდა რომ შევინარჩუნო ეს ჩემი ბუნებრივი სურვილი რომ ეს ჯერჯერობით არც თუ ისე მოძლიერებული, მოღონიერებული პარტიები პროდასავლური ხო, მათ შორის რომელსაც ხშირად ეძახიან და გახდნენ კიდევ უფრო ძლიერები, თორემ მიმაჩნია რომ ქართული დემოკრატიისთვის მრავალფეროვნება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და მარტო ცალკე აღებული ნაციონალური მოძრაობა აი ამ სივერაგესთან, რასაც რეჟიმი ქვია, ოღონდ მე ასე უწოდებ. ვერც ვერაფერს გააწყობს და რომ წმოვიდეს თვით ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის გამოცდილებიდან გამომდინარე რაღაც გაკვეთილი ნასწავლია იმედი. ზარდია ჩვენი პარტია გახდება, საზოგადოდ არ დამცალდა ეს ბოლო 3 თვე ჩემი ჩანაფიქრები ანუ სისულაში მომიყვანა და თან ვიცით რომ ხვალდაზე აუცილებლად კოალიციური რეჟიმი იქნება, ანუ კოალიციური მართლობა გარდაუვალი იქნება და მათი ინტერესებიდან გამოდივა ჩემი მეგობრები და ჩემი კოლეგების და რა არის ეს მათი ინტერესი არის რომ მაშინ როდესაც პოლიტიკურ ლანდშაფტს რო შევხედოთ შემოდის ამ ასპარეზზე სხვადასხვა ახლად დაბადებული თუ ჯერ არ დაბადებული პარტიები ჩემოდიან რომლებიც გარკვეულ წარმატებებს მათთვის ეხა პირველად მონაწილეობას რომ მიიღებენ არჩევნებში მიაღწევენ ვიღაცა 7%-ს აიღებს ვიღაცა 8%-ს აიღებს მაგრამ გახარია ეს პარტია აიღებს რაღაცა სახით რაღაცა ხარდაჭერას მოიპოვებს და ჩვენ ნაციონალური მოძრაობა ბლოკი პირდაპირ გეუბნებით ეხლა ნამდვილად როგორც მისი თავმჯდომარე არანაირად არ ვარ დაინტერესებული იმით რომ მოვყვეთ სენდვიჩში და რა პოლიტიკურ სენდვიჩში რომ იყოს ქართული ოცნება იყოს ძლიერი პოლიტიკური ბლოკი ნაციონალური მოძრაობა და იყოს დაუშვათ გახარია ვასაძე და ჩვენი პარტნიორები დღევანდელი ხო იმედია ხვალინდელიც იყვნენ სადღაცა კიდე უფრო მიღმა
ვიდრე აი ეს პარტიები, რომელსაც ბევრად მეტი საერთო ენა ექნებათ ერთმანეთთან. ვიდრე ჩვენ გვაქვს ახლა თუნდაც იგივე სტრატეგია აღმაშენებელთან, თუნდაც იგივე რა თქმა უნდა განსაკუთრებით ლელოსთან ასე. ამ საფრთხებს ხედავ, რომ 2020 წელს მათ მიერ დაფიქსირებული შედეგი ვერ განმეორდეს. ანუ გაუარესდეს. მართლა ვხედავ. არავინ არ თქვა, მე არ მინდა, აი დაუშვათ, მე ნამდვილად არ მინდა, რომ ნაციონალური მოძრაობა ბლოკის მოდით უარესა შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა აუცილებლად წარდგება საზოგადოების წინაშე იმდაგვარი კონფიგურაციით, რომ ეს იქნება მინიმუმ იმდაგვარი ერთობა, როგორც 2018 წელს იყო. გრიგოლ ვაშაძის ხაღაშემო და შედეგი დადო. მაგრამ მე არ მინდა ვიყო კანდიდატი იმ ასე თქვა ჯგუფის, რომელიც კონკურენციაში ლელოსთანაც შევა და სტრატეგია აღმაშენებელთან შევა, იმიტომ რომ მე ჩემს შესაძლებლობებს გადაჭრებების გარეშე თავდადობის გარეშე ვაფასებ შემდეგნაირად, რომ მე მათ ამორჩეველსაც მოვიმხრობ. მათ ამორჩეველთა ნაწილს მოვიმხრობ. ჩემ და უნებრივად მათ დავასუსტებ. კამპანიაში 4 თვის განმავლობაში მე ბევრი როგორც პოლიტიკოს დაკლოვანება მაქვს, ბევრი ასე ვთქვათ, ვფიქრობ რომ რაღაცა უნარი მაქვს და არ მიჭირს ამორჩევლის განსხვავებული არანაციონალური მოძრაობის მესმის ნიკა არ ამგონია თქვენ ამის მტკიცება გჭირდებოდეთ, იმიტომ რომ არა დაიდო ეს შედეგი კონკრეტულად გლდანში და ვიცით ეს მოცემულობა, მაგრამ არა თუ განსხვავებული ოპოზიციური პარტიების ხმები მივიღე, ქართული ოცნების დაახლოებით 1800 ამორჩეველი მოვიმხრე როგორც საერთო კანდიდატმა, ხო? დღეს პოლიტიკურ ველზე ძალიან განსხვავებული ამორჩევლები არიან, რომლებიც აი ინგლისურად ამბობენ sitting on the bench შეიძლება ხმა აბსოლუტურად განსხვავებული არჩევანი გააკეთონ. და არ მინდა მე რომ ლელოს პოტენციურ ამორჩეველს ან უკვე ამორჩეველს ველაპარაკებოდე რომ მე დამიჭირე მხარი, იმიტომ რომ მას ვასუსტებ და ამით ისარგებლებს ქართული ოცნება და აი ხვალდაზე რო შემოდიან ასპარეზზე და ბოლოს როგორ ხდება, იცით? ჩემზე კარგად თუ არა, არც თუ ნაკლებად ჯარატო პრაქტიკოსი პოლიტიკოსი ვარ მე და ვიციო თქვენ წამყვანი ერთ-ერთი ჟურნალისტი ვზანდები და იცით პოლიტიკურ სამყაროში რა ხდება არჩევნების დროს. ბოლოსკენ ამორჩეველთა თუ მნიშვნელოვანი ნაწილი არა. არც თუ ისე ცოტა რაოდენობრივად ადამიანები რა არჩევ რატო აკეთებენ არჩევანს სხვა კანდიდატის გარშემო. როდესაც ისინი ძალისკენ იხრები. აი თუნდაც ერთი კვირით ადრე არჩევნებამდე ეს რეალურად მომგები კანდიდატია, ან ეს უფრო არის კალაძეს დამამარცხებელი, ვიდრე ის, რომელიც იბრძვის 3%-ისთვის ან თუნდაც 5%-ისთვის, აბსოლუტურად ხო სიმართლეს იხრება ძლიერისკენ.